ბატონო სერგო, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს ეთერში. მინდა რომ ვისაუბროთ ილია მეორესთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით მათ შორის მე ვახსენე, რომ ყველას აქვს თავისი ისტორია ილია მეორესთან დაკავშირებით და აი ამ ისტორიის ფაქტიურად ისტორიების სხვას ვადევნებთ ჩვენ თვალს 3 საათების განმავლობაში. რას ნიშნავს ნახევარი საუკუნე კათედრაზე? აი თქვენ როგორც ისტორიკოს, თეოლოგიის დოქტორს, რა შეგიძლიათ თქვათ ამ წლების გათვალისწინებით, რომელიც გამოიარა ილია მეორე? პირველ ყოვლისა შესწორება, მე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ვარ პირველ ყოვლისა და შემდეგ თეოლოგიის დოქტორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. რასაკვირველია, საქართველოს 60 ქულე ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ასეთი ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, რომ ყოფილიყოს ეკლესიის საჭეთყრობელი რომელიმე პიროვნება. ეს არის ერთადერთი გამონაკლისი მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნე სათავეში ედგა საქართველოს მართლმადიდებელ 60 ქულე ეკლესიას და ეს ნახევარი საუკუნე რომ გადავხედოთ ჩვენ ისტორიას, საოცრად დიდი კატაკლიზმებით, მოულოდნელობებით და განსაცდელებით აღსავსე იყო. მოგეხსენებათ, ჩვენ 77 წელს საბჭოთა კავშირის ეგრეთ წოდებული მოკავშირე რესპუბლიკა ვიყავით, საბჭოთა იმპერიის ნაწილი. ქვეყანა იყო ოფიციალურად ათეისტური და რელიგია ხალხის ოპიუმად იყო გამოცხადებული და ასეთ პირობებში, როდესაც სახელმწიფო მანქანა იბრძოდა ეკლესიის წინააღმდეგ, ქრისტიანობის წინააღმდეგ, ასეთ პირობებში, როცა ეკლესია იყო უკიდურესად დასუსტებული, ხალხის უმრავლესობას ფაქტიურად ზურგი ჰქონდა შექცეული ეკლესიისათვის, აი ასეთ დროს მოდის ახალგაზრდა კაცი საქართველოს ეკლესიის საჭეთყრობელად და იწყებს თავის საქმიანობას. და რა მიმართულებით უნდა წავიდეს? ყველა მიმართულებით არის კრიზისი და რთული მდგომარეობა. სასულიერო კადრები არ არის, სასულიერო სასწავლებლები არ არის, საერთაშორისო აღიარება არ აქვს ჩვენ ეკლესიას, მას ეკონომიკურათაც აქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა, თვითონ ტაძრები ახლა ჩვენ აი სიონის საკათედრო ტაძართან ვიმყოფებით. ტაძრები 1921 წლის შემდეგ იყო სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადებული. ეკლესიის საკუთრებაში ეს არ იყო. დროებით მფლობელობაში სარგებლობისათვის გადაეცემოდა და ამისათვის უნდა გადაეხადათ ყოველწლიური გადასახადები. თუ ამას არ გადაეხდიდნენ, მაშინ გაწყვეტდნენ ამ ხელშეკრულებას და ეკლესია დარჩებოდა ტაძრის გარეშე. ანუ წირვალოცვას ვეღარ ჩაატარებდა ვერც ერთი სასულიერო პირი. თვითონ სასულიერო პირებიც იყვნენ დაბეგრილი, 87% შემოსავლისა მიქონდა სახელმწიფოს. აი ასეთ პირობებში დაიწყო ახალგაზრდა პატრიარქმა თავის საქმიანობა და აი თუ შევაჯამებთ აი ამ განვლილ პერიოდს, ეს არის მართლაც საოცრად დიდი წარმატებები, დიდი ნახტომი ყველა მიმართულებით. პირველი ყველაზე არსებითი ეს არის, რომ ხალხი მობრუნდა ეკლესიისაკენ და სულიერებისაკენ. ეს იყო პატრიარქის უპირველესი ამოცანა და ძირითადი აქცენტი მან ახალგაზრდობაზე გააკეთა. მაშინ ახალგაზრდობა, რომლებიც შემდგომ იქცა სიონის, ქაშვეთის, ალავერდის, გელათის და ასე შემდეგ მრევლად. ეხლა ჩამოვთვალე, გელათი, ალავერდი, ესენი არც ერთი მოქმედი ეკლესიები არ იყო. წარმოგიდგენიათ? გელათი მოქმედი არ იყო, ალავერდი მოქმედი არ იყო. აი მეტეხის ტაძარი, რომელიც გამორჩეულია წმინდა შუშანი კიქარის დაკრძალული, ახალგაზრდული თეატრის შენობა იყო. ანჩისხატში ერთ დიდ მოქანდაკეს სახელოსნო ჰქონდა მოწყობილი. აღარ ვამბობ იმაზე, რომ ეს კიდევ კარგი მდგომარეობა იყო. მაგალითად, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ნაძალადევში აბანოთ იყო გადაკეთებული და კიდევ ბევრი მაგალითები შეიძლება მოვიტანოთ და ამას დავუმატეთ ის, რომ სასულიერო პირობა არ აღიქმებოდა საზოგადოებისაგან, როგორც ასე რომ ვთქვათ, დადებითი მოვლენა და ეკლესიაში ძირითადად ასაკოვანი ადამიანები დადიოდნენ და შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვალა. პატრიარქმა მოაბრუნა ხალხი ეკლესიისაკენ
გახსნა ეპარქიები, აღადგინა სასულიერო სასწავლებლები, საქართველოს ეკლესიის საერთაშორისო ავტორიტეტი ძალიან მნიშვნელოვნად აამაღლა და იქამდე მივიდა, რომ უკვე 1990 წლის 4 მარტს მსოფლიო საპატრიარქომ აღიარა ჩვენი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია და თუ მანამდე აი ჩვენი პატრიარქები, დიდი პატრიარქები, წინამორბედი პატრიარქები, რომლებიც გამორჩეულები იყვნენ, მაგრამ მოსკოვს იქით ვერ გადიოდნენ, შემდეგ უკვე მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ მოახერხა, რომ საქართველოში ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის და არამართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები იყვნენ ოფიციალურ ვიზიტად და თვითონაც იმყოფებოდა ამ ქვეყნებში და ერთგვარი დესპანი იყო იმ დროს საქართველოს ეკლესიის საჭეთპყრობელი ისეთ ქვეყნებში, რომელთაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ საქართველოს შესახებ. ბატონ სერგო, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, თქვენ ახსენეთ ავტორიტეტი და ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ საუბრობს ილია მეორის წარმოუდგენელ ავტორიტეტთან დაკავშირებით. ამ კუთხით, აი რისი თქმა შეგიძლიათ, აი საზოგადოების ნაწილი, ისტორიკოსების ნაწილი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ეს ხანგრძლივი პერიოდიც განსაზღვრავს ამ საკითხს, თუმცა ამაში არ ყოფილა მხოლოდ საქმე. აი რა შეგიძლიათ ამ ხრივ რომ უთხრათ საზოგადოებას, როგორც ისტორიკოსმა, როგორც პიროვნებამ, რომელიც აი წლების განმავლობაში ამ პროცესს აკვირდებოდა ამ ხრივ. დიახ, უნდა გითხრათ, რომ პატრიარქის ავტორიტეტს ქმნიდა მისი საოცარი პიროვნული ხიბლი და გახსნილობა. საქართველოს საპატრიარქო ღია იყო ნებისმიერი რიგითი მოქალაქისათვის. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ხვდებოდა ყველა ადამიანს. ავიღოთ თუნდაც შვილგარდაცვლილი მშობლები. აი შვილი რომ გადაეცვლება მშობელს, ჩამოიქცევა მისთვის ხომ სამყარო. და ამ დროს მას მშველელად მისი უწმინდესობა მოევლინებოდა. მიდიოდა ოჯახში, ამხნევებდა ოჯახის წევრებს. ეუბნებოდა, რომ მისი შვილის სულისათვის ყოველთვის ილოცებდნენ და სიონის საკათედრო ტაძარში დღემდე შვილგარდაცვლილი მშობლების შეკრებები იმართება და აი პარაკლისები მათი სულის მოსახსენებელი და ბევრი ოჯახი გადაარჩინა პატრიარქის აი ამ ქმედებამ, რომ მათთვის ყველაფერი დამთავრებული იყო. დანარჩენი შვილების აღარ აინტერესებდათ და აი ამ დროს მშველელად მისი უწმინდესობა მოევლინა ამ ოჯახებს. და ქალბატონმა მზია კაცაძემ, საპატრიარქოს არქივის დირექტორმა და შვილგარდაცვლილმა მშობელმა გამოაქვეყნა კიდეც წერილები პატრიარქს, აი შვილგარდაცვლილი მშობლები როგორ მადლიერების გამოხატავენ. და ამის გარდა ძალიან ბევრი დაიწერა მეცნიერების, ხელოვნების, სპორტის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები. საკმარისი იყო ერთხელ შეხვედროდნენ მის უწმინდესობას, რომ მერე ისინი ვერასოდეს მისი სივრციდან ვეღარ გამოდიოდნენ. ეს მისი პიროვნული გამორჩეული თვისება იყო და ამავე დროს ძალიან ფილიგრანული დამოკიდებულება საერთოდ საზოგადოებრივი პროცესების მიმართ, რაც მას ჰქონდა. კი ბატონო. ბატონ სერგო. ეს განაპირობებდა იმ ავტორიტეტს. დიახ, კი ბატონო. ნუგეში ახსენეთ სხვათა შორის აი ისტორიებს თუ გადახედავ, ადამიანები იხსენებენ მათი ურთიერთობის დეტალებს ილია მეორესთან, ან რა კონკრეტულმა საკითხმა დააკავშირა. ისინი მეტწილად არის სწორედ ადამიანური ტრაგედიები და ასევე დამამახსოვრდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მას ემადლიერებოდა სასოწარკვეთში ხსნისგან, მისი გადამწყვეტი ნაბიჯების გამო და ალბათ ერთ-ერთია სწორედ ეს მიმართულება, როდესაც ილია მეორე პერიოდულად გამოდიოდა და შვილმკვდარ დედებს მიმართავდა და ანუგეშებდა ყველა გზით მათ ამ შემთხვევაში. მე უნდა გითხრათ ცნობილი ქართველი პოეტის მორის ფოცხიშვილის ისტორია, რომელსაც განსვენებული პოეტი იხსენებდა, რომ დეპრესიაში ჩავარდა რაღაც მომენტში და თავის მოკვლაზე ფიქრობდიო. და ამ დროს მას ხსნელად მოევლინა სწორედ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე. და
მადლიერი იყო, ამიტომ ის პატრიარქი. აი არ ყოფილა შემთხვევა, არ ყოფილა რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, რომელსაც პატრიარქი არ გამოხმაურებია. აი არ ვიცი ახლა ეს ცოტა ისეთი პირადული ისტორია შეიძლება, მაგრამ აი დედა გარდამეცვალა მე 98 წელს და ჯერ მომივიდა მისი სამძივრის წერილი, შემდეგ საპატრიარქოში შემხვდა 1 საათი მესაუბრა, მომეფერა და ეს დიდი ტკივილი განმიქარვა, თუ შეიძლება ასე ვთქვათ. და ასე ყველას, ვისაც კი ასეთი პრობლემები ჰქონია ცხოვრებაში და ბევრია, რა თქმა უნდა, ეს ყველას აქვს თავისი მოსაგონარი პატრიარქზე. კი ბატონო. ბატონ სერგო, ასევე როგორც ისტორიკოს მინდა კითხოთ ახლა, რა შეგიძლიათ თქვათ ილია მეორეზე, როგორც ფიგურაზე, როგორც უნიკალურ ფიგურაზე იმ კუთხით, რომ მას ჰქონდა ასევე როგორც არაერთი პირი საუბრობს, აი ხაზს უსვამს ამ კონკრეტულ საკითხს, რაღაც გამაერთიანებლის როლი. გარდა იმისა, რომ ამაზე რეიტინგები მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული გამოკითხვები მიუთითებს, ამას აღიარებდა ყველა, მათ შორის აი მის ამ უნარს, აი რა შეგიძლიათ თქვათ ამ კონკრეტული საკითხის შესახებ? აი თვით დღევანდელი დღეც ნათელი დასტურია იმისა, რომ თუ გადახედავთ სოციალურ ასე რომ ვთქვათ, ქსელებს, ტელევიზიებს და სხვა ოპოზიცია, პოზიცია ყველანი ფაქტიურად განიცდიან ამ დიდ ტკივილს და ყველანი გამოხატავს განსაკუთრებულ მადლიერებას ამ დიდი ადამიანის მიმართ. ეს ადასტურებს იმას, რომ პატრიარქს ჰქონდა ეს საოცარი თვისება, რასაც ქვია ერის გამაერთიანებლის მისია და ის ყოველთვის ხაზს უსვამდა თავის გამოსვლებში, რომ ჩემი უმთავრესი ამოცანა იყო, რომ მე მეზურნა ერის გამთლიანებაზე და ამ მხრივ მართლაც ბევრი რამ გააკეთა. და ბატონ სერგო, აი შემდგომ პროცესებზე რა შეგიძლიათ რომ უთხრათ ჩვენ საზოგადოებას? ვიცით რომ 40 დღის შემდეგ საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან, მაგრამ არაუგიანეს 2 თვის მოსახდრე მოიწვევს ეკლესიის გაფართოებულ კრებას. აი ამ პროცესზე რა ინფორმაციის მიწოდება შეგიძლიათ? ეს ყველაფერი გაწერილი არის 1995 წელს დამტკიცებულ მართვა-გამგეობის დებულებაში, რომლის თანახმადაც მოსაყდრე 40 დღის შემდეგ იწევს გაფართოებულ კრებას. მანამდე სინოდი გამოარჩევს 3 კანდიდატს, ჩატარდება კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობას იღებს მხოლოდ სინოდის წევრები 39 მღვდელმთავარი, იქიდან დარჩება 2, შემდეგ ამ ორ შორის გაიმართება, ასე რომ ვთქვათ, ამ ორის კონკურენცია იქნება და ვინც დააგროვებს 21-22 ხმას, იგი გაფართოებულ კრებაზე, იგი არჩეული იქნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად და მოხდება მისი კურთხევა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში. ეს ყველაფერი 40 დღიდან არაუგიანეს 2 თვისა, ხომ, როგორც ცნობილია? დიახ, ეგრეა. კარგი და ბატონ სერგო, ბოლოს როგორ ფიქრობთ, ალბათ ყველაზე მეტი საუბარი და კონკრეტულად ილია მეორეს ასე ვთქვათ შეფასება იქნება შემდგომ დღეებში, ხომ? ალბათ ამეთანხმებით ამაში ყველა მოვლენა სათანადოდ გადაფასდება. აი ამ პროცესერის თქმა შეგიძლიათ, აი როგორ ფიქრობთ, რა უნდა ვნახოთ ჩვენ შემდგომ პერიოდში და აი რა ტიპის ვთქვათ სურათი იქნება შემდგომ პერიოდში, აი რატომ არის მნიშვნელოვანი რომ სათანადოდ შეფასდეს ვთქვათ ყველა ის საკითხი, რაზეც ახლა מחვილდება ყურადღება კონკრეტულად ილია მეორესთან დაკავშირებით? იცით რა შეა საქმე, ერთი რამ უდავოა, რომ პატრიარქმა ერთი ეპოქა შექმნა საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში და აქ ახლა შეფასების დროს რა კონკრეტულ თემებზე იქნება საუბარი, მის მიხედვით ისტორია საერთოდ მოგეხსენებათ ისეთი რამ არის, რომელიც პირუთვნელად განჯის ყველაფერს
და როგორც არ უნდა სადოს ვინმე დაკნინება ან განდიდება რაიმე პერიოდისა, ისტორია საბოლოოდ მაინც თავის სიტყვას ამბობს. კი ბატონო, დიდი მადლობა, დაგემშვიდობებით, მადლობას გადაგიხდით კიდევ ერთხელ ჩართვისთვის.